5 თვეზე მეტი არის უმართავთ აქციებს კურორტ საირმეში. საირმის სამონადირეო მეურნეობის წინააღმდეგ, რომელიც გაიცა კანონდარღვევით, ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო ჩართული და უფრო მეტიც ინფორმირებული. ეს არის დაკავშირებული ბიზნესმენ თემურ კოხოძესთან, თეგეტას დამფუძნებელი და კურორტის საირმის მეპატრონე. არ მოდის არც ერთი მედია საშუალება, ყველასთან მქონდა აბსოლუტურად კომუნიკაცია. ზოგმა პასუხიც მომწერა, ზოგმა საერთოდ იგნორი გააკეთა და არ ინტერესდება არავინ, როდესაც საქმე ეხება თემურ კოხოძეს. როგორც კი სახელი და გვარი გაჟღერდება, იქ წვეთს უკვე მედია ჩვენთან კონტაქტს. 16 ივლისს მოვიდა პოლიცია ჩემთან ჩხრეკაზე. ამ ჩხრეკას საფუძველი ჰქონდა კურორტის საირმის დირექტორმა, ადმინისტრაციულმა დირექტორმა ირაკლი გორგოძემ დაწერა საჩივარი, თითქოს მე მათ რეინჯერებს ვემუქრებოდი დასახიჩრებით, თუ რა ვიცი როგორც იყო. ვერავინ თოფს ვერ ისვრის. გამორიცხულია. რაც არ უნდა გააკეთოს ახლა იგი ხო იქნება, ვინც იქნება, თოფს ვერ ისვრის ახლა არ არსებობს. ადამიანებმა, რომლებიც დღეში გადაადგილდებიან ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისთვის, თავდაცვა როგორ უნდა უზრუნველყონ? არა, იქ ნადირი, იქ არანაირად, იქ თოფით ვერ ივლიან გამორიცხული. ეს იყო კოხოძის იურისტების არმიის შედგენილი საბუთი, რომელსაც მოაწერა გორგოძემ ხელი და შეიტანა პოლიციაში საჩივრის სახით. იყო ჩემ Facebook გვერდიდან ამობეჭდილი ერთ-ერთი სურათი, სადაც სანადირო იარაღი მიჭირავს ხელში 8 წლის უკანდელი გავაზიარე, რომელიც საბრძოლო იარაღს ვიზუალში გავს, საიგის ტიპის იარაღი არის. ესეც ქონა პოლიციას ეს სურათი ამ იარაღის ამობეჭდილი დასკრინული. ღამის დაახლოებით 2-დან 3 საათამდე მივიდნენ იქ, სადაც მე რეგისტრირებული ვიყავი, მაგრამ ფიზიკურად იქ არ ვცხოვრობდი. სასამართლო დადგენილება არ ქონდათ, ქონდათ გადაუდებელი ჩხრეკის რაღაც ოქმი რა. მოხდა დაჩხრეკა ჩემთან, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს და ესე იგი ჩემ სახელზე რეგისტრირებული იარაღები ამოიღეს და წაიღეს მანამ სანამ არ გაირკვეოდა ჩემი მრალეულობა, ეხლა მე მართლა ვიყავი მკვლელი თუ რა ვიცი მე დამსახიჩრებელი, მანამდე ეს იარაღები იქნებოდა მათთან. ამის შემდგომ წავიდა ჩხრეკა, წავედით საირმეში, კერძოდ აბოცეთში, ტერიტორიაზე, რომელსაც გვედავება პროკურატურა, თითქოს თაღლით 2 გზით შევიძინეთ, დავირეგისტრირეთ მამაპაპისეული მიწა. იქაც მოხდა ჩხრეკა და კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ყოფილა. მის შემდეგ ჩემი იარაღები არის ჩამორთმეული. გარდა ამისა, კიდევ კოხოძემ გიჩივლად სასამართლოში. რას გედავებათ? კოხოძემ გამოზაფხულზე დაწერა კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ საჩივარი, დასკრინული არის ესე იგი სოციალურ ქსელებში ჩემი დადებული პოსტები, სადაც ვაპროტესტებ საირმის სამონადირეო მეურნეობას, წარწერით არა საირმის სამონადირეო მეურნეობას და ტყე არის ხალხის არაერთი კაცის და მიჩივის, რომ მე უფუჭებ მას სახელს და ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს. ეს მე რამდენი სარჩელია თქვენს წინააღმდეგ და ეს სარჩელები რასთან არის დაკავშირებული? ფინანსურ ხარჯებთან, დროსთან, ადვოკატის გირაობასთან? ეს სარჩელები არის მიმართული, რომ ჩვენ ძალა გამოგველიოს, თანხებს ხარჯავთ, ყველა სარჩელი მოგეხსენებათ ადვოკატთანაა დაკავშირებული და თანხები უნდა გადაიხადო. იგივე ჩხრეკა იარაღების ჩამორთმევა, ეს არის რაღაც ძალის დემონსტრირება, რომ შეგვეშინდეს, ჩამოვცილდეთ, ჩამოვშორდეთ ამ აქციებს და მივცეთ ბატონობის უფლება, რასაც ვერ მოესწრება, ვერ აზროს. ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით და ჩვენ არ გვეშინია. ბოლო პერიოდში მასობრივად წამოვიდა კურორტის თანამშრომლების განცხადებები. ეს რა კამპანიაა, რა არის? კურორტის ადმინისტრატორებს ავალებს მათი უფროსი, რომ მათმა დაწეროს პოსტები, რომ თითქოს ჩვენ ხალხს უშლით ხელს, დამსვენებელს უშლით ხელს, ხმაურს ვიწვევთ და ასე შემდეგ და თითქოს ჩვენ მათ მივაყენეთ ზიანი, მათი უფლებები ილახება და ესე იგი წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი ჩვენ არ შევწყვეთ აქციებს, ისინი კიდე ერთ საჩივარს დაწერენ და მოგვიწევს ამ ზარალის ანაზღაურება. მაგრამ ადმინისტრატორები წერენ ამ კონკრეტულ განცხადებებს და პოსტებს ერთმანეთის მიყოლებით, გავს ეს ყველაფერი საშინაო დავალებას, ყველას ერთი ტექსტი აქვს
და რამოდენიმე მათგანს ვიცნობ და რო ვეკითხები, აი რა ვქნა, დავალებაა და რა ვქნა. თავის სამსახურის პროცესს თავიდან პრობლემაში ასე ვინეჩები მამანეჩი ეროა გადაცემული რატოა ადამიანის მისი მეროვნის დროს მოხდა ამ ტერიტორიების გადაცემა თემურ კოხოძეზე, ბიზნესმენზე. არსებობს ოქმი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ამ ოქმში რო არის 26 ადამიანი თითქოს საჯარო განხილვას ესწრებოდა, პრეტენზია არავის არ გამოუთქვამს, ყველა კმაყოფილი არის და გასხვისდა ეს ტერიტორია. თუმცა ამ 26 ადამიანიდან არც ერთი არ არის კურორტის მაცხოვრებელი. ამ განხილვაზე ოქმის თანახმად თვითონ ენუქიძეც ესწრებოდა. აი გაგვცეს პასუხი როგორ მოხდა ისე რომ საირმე გასხვისდა, საირმის ტყე და ვანის ალპური გასხვისდა ისე რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული არ იყო, თუმცა საბუთში წერია რომ ადგილობრივი მოსახლეობა ის 26 ადამიანი. მე ხო იცოდა რომ იქ თქვენ ცხოვრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ენუქიძე. აი ეს შეკითხვები გვინდა დავუსვათ, მე ვფიქრობ რომ ის კამერების წინ არ გამოჩნდება, რადგან შეკითხვები იქნება მწვავე და ამ შეკითხვების პასუხი მას არ ექნება. კამერების გარეშეო და კამერების გარეშე კამერების გარეშე რატომ? ვინ ამბობს კამერების გარეშე? ხო და რატომ? არის 13200 ჰექტარი მიწა, ბაღდათისა და ვანის ტყეები არის გასხვისებული, არავის არ შეუძლია იქ კერძო მესაკუთრის გარეშე არც ნადირობა, არც გავლა, არც იარაღი თავის დაცვის გარეშე და ელემენტარულად მოსახლეობას ადგილობრივ მკვიდრებს ართმევენ ცხოვრების უფლებას და ედავებიან რომ თქვენი სახლები აქ არის დარეგისტრირებული კანონმდებლობის დარღვევით და თითქოს ეს ხალხი არიან რაღაცა გამყალბებლები, არიან რაღაცა ხულიგნები და რეციდივისტები. ეს საკარბიდამო ადგილები ამ ხალხის ფლობელობაში არის ასეული წელია. 46 წლისა ვარ გავიზარდეთ ფაქტიურად საირმეში კოხოძის ინტერესების გამო რომ უნდა 13000 ჰექტარი ტყის მიღება. ამიტომ გავგოხრეს რომ კოხოძის უნდა ეს მიწა. მერიხელს ცხოვრობს. რა თქმა უნდა, საჯარო განხილვა ჩატარდა მერიაში, სადაც არც ერთი ადგილობრივი მოსახლე არ ესწრებოდა. რა თქმა უნდა, მხარს უჭერს არანაირი ფული არ გადაწონეს და იქ ჩვენ არაფრის დამთმობი არა ვართ. ეს ვერ გათვალა კოხოძემ. სამარცხვინოა 21 საუკუნეში შრომელ ადამიანს, რომელსაც საუკუნე უცხოვრია და დღესაც მისი მომავლები აგრძელებენ და მუშაობენ, რომ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას როგორც თაღლითური გზით ამუხტს უყენებენ. ეს არის სამარცხვინო, ეს არის სირცხვილი კოხოძე შენი და შენი მილიონები არ გიშველის. აი იცოდე, დაიმახსოვრე. ბაღდათის მუნიციპალიტეტში 15 ოჯახს საირმის ადგილობრივ მკვიდრებს აუყენეს თაღლითობის დიდი ოდენობით თაღლითობით ბრალი. და ასეთი რა ბაღდათის ისტორიაში არ ყოფილა რიგ შემთხვევაში აი გზაც არ არის მისასვლელი პირდაპირ აი კერძო საკურთხება არის ალყაში მოქცეული სადაც არის გარკვეული შეზღუდვები როცა ტყეში ცხოვრობ იარაღი ჩვეულებრივი ატრიბუტი აუცილებელი და გიშლის ანუ ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე არ შეგიძლია იარაღით გადაადგილდე როცა ტყეში გაქვს სახლი და მიდიხარ სახლში არ იქნება არანაირი პაური, არანაირი დაძაბულობა. ამოდენიმე ცივილურად გავხსენებთ და ამოდენიმე თქვენ ხო ბესო კბილაშვილი ხართ? თქვენ ხო მიყავით ამ საქმეზე დაკავებული და დაპატიმრებული? ერთი წამით სადგომი ხართ, მითხარით თუ შეიძლება. ამ საქმეზე დაპატიმრებული ხო მიყავით? სისხლის სამართლის დანაშაულში დაგდეს ბრალი. გააყალბეთ რამე დოკუმენტები მიწების მისათვისებლად? აღიარეთ დანაშაული? საიდან უნდა მიღერება, არ ხებ დამიშავებია. აბა როგორ გამოგიშვეს? გირაუთ. რამდენი გადაიხარეთ? სახლი გახშალეთ. ამ ხალხს რასაც ედავებიან დანაშაული აქვთ ჩადენილი? აი მაგალითად ვებხო მესხიას, PPF-ს, თორდავებს დანაშაული ჩადენილი აქვთ? არ ეკუთვნოდათ ის მიწის ნაკვეთები და სახლები და გააყალბეს დოკუმენტები და მიითვისეს? არაფერი არ იყო გაყალბებული. სპეციალისტი ვიყავი და ვასრულებდი წმინდაულის მოვალეობას. ასე რომ მე მივეცით ამ ყველა რეგისტრაციაზე. კანონი იყო ესეთი გამოსული, რომ ხელი არ შეგვეშალა. მაცხოვრებლებისთვის და მithumetes ეს ხალხი
თითქმის საუკუნეზე მეტი ცხოვრობდნენ იქ და იცოდნენ ეს ადგილები. ან თქვენ ადგილობრივი მკვიდრი ხართ, ხო? თან აქ ცხოვრობ. და იცოდით, რომ მესხიები, ფიფიები, თოლორდავები და სხვები ათობით წელია ამ ტერიტორიაზე? 5 წლის ბავშვი რომ გააჩერო, ქუჩაში ის კითხვის რომ აქ მაგანი მოდით განვესაიმეში ცხოვრობდნენ და მithumetes ამათი დიდი ბაბუა ფიფიების, ილა ფიფია 1903 წელს იყო ჩამონასახლები იქ და 1903 წლის მერე ცხოვრობდა იქ და მისი განშტოება ეს იყო. თაღლითობაში შეუწყო თითქოს და ხელი ამათ. სინამდვილეში არაფერი თაღლითობა არ ჩამოდენია კანონის ფარგლებში და ყველაფერი საკუთრებით. თქვენ როგორ დაგაკავეს ქუჩაში აგიყვანეს სპეცოპერაციით? რამდენი ხანი იყავით ციხეში? თითქმის 1 თვე. და მე გირავთ გაგათავისუფლეს. რა სითხოვდნენ თქვენგან? ხო, დანაშაული აღიარეოდა, დანაშაული არაფერი არ ხონდა და რა უნდა მეღიარები. კანონის ფარგლებში ხონდა ყველაფერი დაკეთებული. ეს სამეთ გაგრძელდა ყადაღადა დაადგენ ჩვენ ადგილებს. ანუ 3 წელია თქვენ საკუთრებას უკვე ყადაღაა. 3 წელიწადი არის, რომელმაც ბევრ რამაში ფაქტორში შემიშალა ხელი, როგორც ჩემი მეურნეობის განვითარებაში უკვე მქონდა უცხოური ინვესტიცია იყო რა შემოსული და უარი მითხრენ იმისთვის, რომ ყადაღი იყო ჩემ ადგილზე დადებული. და მქონდა ძალიან დიდი პროექტი. 45,000 იძლეოდნენ ევროს ამ პროექტის გაკეთებისთვის. იყო შესული საჩივარი კურორტიდან, ჩემ წინააღმდეგ რომ ჩადიოდა ჩემი სახელიდან გამოსული კანალიზაცია და ვაბინძურებდი თერმულ წყალს, დინარის პირზე მქონდა გაკეთებული. იყო ადრე მართლაც იყო გაკეთებული, როგორც წყლის გადასწავლელი საშხაპე იყო გაკეთებული იქ ადრე, მართლაც იყო, ეს რამოდენიმე წლის უკან, მაგრამ ის გაუქმებული იყო, ალბათ ძველი გადაღებული კადრი ქონდა რაღაცა ასეთი იგი. გადროსაც იყო საჩივარი შეტანილი და მოვიდა გარემოს დაცვა, დაათვალიერნენ ტერიტორია და საერთოდ ვერ აღმოაჩინენ ნივთკიცება. იარა საერთოდ შეყვანილი მყავდა სახლში და დავათვალიერე ელემენტარული წყალი არ არის შესული. შეყვანილი სახლში კანალიზაცია სიდან გამოვიდოდა. დაათვალიერენ თქვენ თვითონ გარემოს დაცვის თანამშრომლობა, ჩვენ აქ ვერაფერს ვერ ვნახულობთ კანონ დარღვევას. თვითონ რა შევა კოხოზის კანალიზაცია სად ჩადიოდა რა ნახეთ? თვითონ კანალიზაცია რაც ვნახეთ საცხობთან კურორტის ტერიტორიაზე იყო პირდაპირ კანალიზაცია გამსკდარე ტრუბა ჩადიოდა მდინარეში პირდაპირ და რაც ბიჭებმა გადაიღენ დააფიქსირენ და კადრებიც არის გადაღებული რომ როგორ მიდის მდინარეში მთლიანად კურორტის კანალიზაცია. მეურნეობის ლიცენზიის არეალში მოხდა საკუთრებები და ჩვენი მიწები. მე სამონადირეო მეურნეობა რანო გაიცა? კანონ დარღვევით გაიცა. ჩემი დის სახლი და ბიზნესის სახლი არის კოხოძის სახელზე. ეს ნორმალურია? არ არის ნორმალურია. მე მაგას ვაპროტესტებ. იმიტომ რომ კანონ დარღვევით გაიცა. არა კოხოძის ინტერესს არ ვისამწია. 4 კილომეტრის რადიუსში შეიძლება სამონადირო მეურნეობა, სადაც სახლი კანონს თქვენი კანონიერი. საქართველოს გზა, იქაც სარგებლობ ჩვენ და ცხენით გადაადგილებად ვიცეს. ტვირთია თუ რაც არის ეხლა სანოვაგე ის რომ ჩაგვიკეტა და კიდეზე რო არ არის ცხენი ბავშვებს ზურგით რომიან ტვირთი 2 კილომეტრი არ ეს რომ ადამიანობაზე და დაგვიდა კიდე გზაზე, გადაგვიკეტა გზა. გადაგვიკეტა გზა, რომელი ადამიანობა არ არის როდის მოხდა ამის დაკება? ახლა რა არა, ზიპლაინი რო ჩაიდგა. სადღაც დაკამდე ახლა რა ზიპლაინი გაკეთდა სააკაშვილის დროს, ხო ესე მახსოვს? არა, სააკაშვილის დროს. მე ხუთწელი ახლა გაგახსენდა შეიძლება. ახლა რაზე დაცვათ? მოსული იმაზე რა პასუხისმცემთ, ბატონო? იმაზე მოგახსენეთ, თუ ვინმეს წაართვეს თავისი საკუთარი. თუ არა, აი ჩემ დასდა, ბიზაჩელის სახელები, გაუჩ ხეხილი და ეზოთი არის კოხოძის სახელზე. და განაჩენსაც გელა შენს მე პასუხი მაქვს თქვენ იმაზე პრეტენზიაზე.
თუ ვინმეს საკუთარი ტერიტორია წაართვეს, ეს არის ძალიან ცუდი რა თქმა უნდა. და ამას უნდა იდაოთ. მე აზია საუბარი ხელსაწყო, მაგრამ ის რომ ვინმე გამოხატოს წინააღმდეგობა, რომ მუნიციპალიტეტში არ შეიქმნას სამონადირო მეურნეობა, ეს არასწორი მეგობრია. ამ სამონადირო მეურნეობიდან გამომდინარე ეს პრობლემა. საირმის მაცხოვრებლები არიან თუ არა, როკეტდება საირმის ტერიტორიაზე რამე უპირატესი მოსახლეობა. ნახეთ, ხო არის ასე? არ გაუფრთხილებდათ ხალხმა ერთ დღეს აღმოაჩინა რომ თავისი ტერიტორიები, თავისი ისინი აღმოჩნდა ვიღაცის იჯარის ქვეშ და გადაფარული. შანავის არ უნდა რომ რაღაც რო კეთდება. რაღაც რო კეთდება ბაღდადში, მაგის წინააღმდეგი არავინი არ არის. ეს ხალხი არის ასე უბრალოდ ის გზა გადაუკეტეს ერთის ადგილები იმით გადაიფარა გზის გადაკეთება რას ნიშნავს? ვერ მივხვდი რა გზა გითხარ ბილიკი მიმავალი ბილიკი ტერიტორიაზე რომელთაც უნდა მივიზეს თავება იყო ეს სახში მიმავალი ბილიკი და როგორ შეიძლება ხელებს ვიშვი არ გავიგე მას შეიძლება ხელებს გასა ჩემთვის არ შეიძლება რა გაყვინე ბატონი შეიძლება მართლა თუ გინდოდა შეიძლება მენეჯერი მაგ მეკითხი ხელებს ჩემი ზრახა რა ვიდეო როგორი შეიძლება გიშლი მე რომლის ჩართულობის გარეშეც გაიცა ბატონ კოხოძეზე ლიცენზია. მაშინ მითხარი ერთი ადგილობრივი ვინც მიიღო მონაწილეობა საჯარო განხილვაში. ოთრიშვილის დედა ჩვენ ამბობთ მე უსაქმური ვარ ყოველ შაბათს შენ მიწებს უნდა ვიცადე ოთრიშვილის დედა. შენ მიტინგს თუ ავცელე Facebook-ზე, მე რო გავაცხადე Facebook-ზე ის არ იყო დასანახი სამონადირო მეურნეობაზე. ხო, აქ პრეტენზია თქვა ლიცენზია რატო გაიცა. თქვენი იყო ტყე, რომ თქვენ ადგილობრივ მოსახლეობას რომ მიუყენებთ მუხტს 6-დან 9 წლამდე თაღლითური გზით, ეს ყველაფერი კოხოძის დაკვეთა არის. რომელ სამართალზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს ინტერესებს უნდა იცავდეთ და მაინც კოხოძეს იცავ. მე ჩემი მუნიციპალიტეტის ინტერესს ვიცავ. თქვენგან რას ვითხოვთ? აი ის საჯარო განხილვა რაც მოხდა მერიაში და მოიყვანეთ ის ხალხი რომელიც საერთოდ არ იყვნენ ადგილობრივები და მოაწერეთ ხელი ამას ვაპროტესტებთ ჩვენ. როგორ 26 ადამიანი და არ ხართ ინფორმირებული სწორად ყველანი იყო ოქნი გვაქვს. ხოწერია. მე არც არა ადგილობრივები თითიები მესხიები და სოციალიებია და ისინი არც ერთი არის. 15 ოჯახი თაღლითობის მუხლით ახლავს მიდის სასამართლო პროცესებში. და რაღაცნაირად ეს ხალხი გამწარებული ხალხი მერე პლუს სანამ ეს პროცესი დადგებოდა 2 წელი არაფერი არ ხდებოდა გავაუქმებიეთ სხვაზე გაცემული სამონადირო მეურნეობა დამთავრდა ის პროცესი შემოგვიტრიალდნენ ჩვენ თაღლითებად გვაცხადებდნენ და თუმე Facebook-ით უნდა მენახა რომ მოსულიყავი აქ როდის არავინ არ ხდებოდა არც იმ კურორტის წარმომადგენელი არ ხდებოდა კოხოძემ როცა გადაწყვიტა ყველა საქმეები მაშინ დაგვიძახა მარტო ერთი წუთითაც არ დავფიქრებულად მივედით და უთხარი ჩვენი საქმე რომ ეს შეხვედრაც არის შეხვედრა მეტი აქ არაფერი არ ფორმდება ყველაფერი არის გადაწყვეტილი ეს არის მინიმუმ არის ბუგრილობა რანაირად შეიძლება წყნარ შვიდ რაიონში ბაღდადში 15 კაცის თაღლითობის მუხლით რატომ მოხდა არ ვიცი ხო რაღაცები თქვენ გაქვთ იმ რაღაც საბუთებზე ხელი მოწერილი ხო გაქვთ ამ მიწების გაცემაზე რო იყო ხო მიგაჩნდათ მაშინ რო ეს ასე იყო რომ ის ხალხი ხო იწოდ ეს ხო არ იყო რაღაცა იმეროში აგარა ავტობანებზე გაცემული მიწები და ეს ძირძველი ხალხი იცოდი პირადადაც ისი რო ვიცოდ ყველას იცოდ და ყველა იცი და არ ჩაგითulia დრამე საეჭვო თუ არა არ მოაწერდი მე რა ქარიშვალი დატრიალდა ეს საუბედურება